პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უპასუხებს დღეს იმ მედიელაევის კითხვებს. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დავიწყოთ საგარეო პოლიტიკაზე საუბრით. რა ვითარება გვაქვს ამჟამად? ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის დიალოგის აღდგენისთვის. ეს კიდევ ერთხელ აცნობა ევროკავშირს, მათ შორის ბრიუსელშიც. საინტერესოა, რა მოლოდინი გაქვთ ახლა თქვენ? ჩვენ დიდი ხანია უკვე მზად ვართ და ამ ნაბიჯებისთვის ამის დეკლარირება ხშირად ვახდენთ ხოლმე. განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე ოფიციალურად მიმართა, მაგრამ სამწუხაროდ ამას გამოძახილი არ ქონდა. ახლა ბოლოს რაც ყველაზე ცუდი მოხდა იყო ის, რომ წინასწარ დაგეგმილი და ანონსებული შეხვედრა ბრიუსელში უნდა მოხდარიყო ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ ეს? ეს არის ყველაზე ისეთი მომენტი, სადაც თითქოს ყველაზე მეტი კითხვები მათ ამ სფეროში აქვთ. შესაბამისი დელეგაცია შედგა საქართველოსი, ისინი გასამგზავრებლად მზად იყვნენ მთელი მასალებით და ბოლო მომენტისთვის ჩაშალეს. ანუ უბრალოდ დიალოგის რეჟიმზეც კი არ წამოვიდნენ, აი სიტუაციის გარკვევის რეჟიმზეც კი არ წამოვიდნენ. როდესაც ჩემთან ამღაც პრეტენზიები გაქვს და სახელმწიფო ოფიციალური დელეგაცია მოდის შენთან, რა თქმა უნდა ეს არ უნდა გააუქმო, ეს მომენტი ხელიან არ უნდა გაუშვა. თუ რამე სათქმელი გაქვს, თუ შენ გინდა შენი არგუმენტები წარუდგინო მხარეს და უთხრა რომ შენ არასწორად იქცევი, ამაზე კარგი ადგილი სად არის, ხო? სადაც შენ შეგიძლია ეს პრეტენზიები წაუყენო და მოისმინო მათი არგუმენტები. მაგრამ ჩაშალეს, იმიტომ რომ ზუსტად არგუმენტების მოსმენა არ უნდათ. მათ ურჩევნიათ ასე დისტანციურად ყალბი ნარატივები გამოვაგდონ, მე შენ საიდან შორიდან უპასუხო და ისინი თვლიანო თბილისიდან ნათქვამი ისე კარგად არ ჩაახცევს ბრიუსელამდე, როგორც თავისი ნათქვამი, რაღაცა სიყალბეს გაბრალებენ და თქვათ მოგებული დარჩებიან ამით ახლა და აი ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის ძალიან ცუდი. ახლა კიდევ ერთხელ მოხდა ამის დეკლარირება, რომ არავითარი დაშორება შენთან არ მინდა, მე მინდა შენთან საქმის გარკვევა. შენ თუ ჩემთან გააქვს რაღაცა პრეტენზიები, მოდი და გავარკვიოთ. გავარკვიოთ არგუმენტების დონეზე, გავარკვიოთ ფაქტების დონეზე და არა რაღაცა ესეთი გამოგონილი ნარატივებისა და რაღაც აღქმების დონეზე და რა ვიცი თუ ისე არა არიდებენ თავს როგორც ადამიანის უფლებების საკითხში არიდეს ოფიციალურ შეხვედრას თავი, ხო? ძალიან კარგი იქნება. ეს მოლოდინი ცოტა რთული საქმე ასეთ სიტუაციაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ უკვე წლებია. აი როდის იქნებიან ისინი მზად, რომ რეალურად დასხდნენ ჩვენთან და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს უკვე ნამდვილად არ ვიცი. დაველოდოთ ამ ნიშნებს. პრინციპში ბრიუსელის განწყობებზე კარგად მეტყველებს ხოლმე თუნდაც ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესი, კონკრეტულად ეს ახალი დოკუმენტი, რომელიც გვაქვს, რეზოლუცია რასა იუკნევიჩიანის ავტორობით, პრინციპში განსხვავებული ბევრი არაფერი წერია, მაგრამ თავად ეს იდეა, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის, აი ეს განსაკუთრებულად მანიშნებელია, რომ რაღაცა არაადეკვატურ მსჯელობაში გადადის უკვე საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება. აი ამას როგორ შეაფასებთ? რაღაც მექანიზმებს ეძებენ ახლა. ხანდახან ჩვენ გონია, რომ აი მართლაც აი არაფერი არ ხდება, ხო? ერთ და იმავეს იმეორებენ, აი არგუმენტები თითქოს არა აქვთ. მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. ახლა როდესაც შენ ყოველ რაღაცა თვეში, 6 თვეში ერთხელ, ან 5 თვეში ერთხელ, ან 20 თვეში ერთხელ ფართო საზოგადოებას, ახლა ევროპარლამენტის რეზოლუცია რაც უნდა იყოს, მაინც შეუმჩნეველი არ რჩება, ხო? არც პრესას იქ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ, ინტერნეტ გვერდები აშუქებენ, რაღაცა დისკუსიები მიდის და რაღაცა პერიოდში ერთხელ ლაპარაკობენ, რომ არის რაღაცა ქვეყანა საქართველოს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირში შემოვიდეს, მაგრამ ყავს პოლიტპატიმრები, ყავს ეს და ეს თავის საქმეს აკეთებს, მათთვის იმშავნელ საქმეს აკეთებს, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველოს, მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ამყოფონ საქართველოს. ასე რომ ეს ტყუილად არ აკეთდება ეს სპეცსამსახურებისთვის მიზანმიმართული, ესე იგი ჩვეული მეთოდოლოგიაა და აი ესეთ კიდევ გაიმეორებენ ახლა გავაერთდა 3-4 თვე, როცა ეს ძველი ამბავი მოძველდება, კიდე რაღაც ახალ რეზოლუციას გამოაცხობენ, ძველს გადაწერენ, შეიძლება 1-2 რაღაცა შეალამაზონ. საქართველოსთან მიმართებით ნეგატივი უნდა იყოს. უნდა იყოს მუდმივად უნდა იყოს და უნდა ჟღერდეს. ახლა წარმოვიდგინეთ ახლა ისინი ამ ევროპის შუაგულში არიან, ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, რაღაცა რეზონანსი, ცუდი ასეთი დიდი თუ პატარა ამას მოყვება.
ჩვენ პასუხობთ სად? აი თქვენი ტელევიზიით პასუხობთ. კი ბატონო, ოფიციალურ ვებგვერდებზე პარლამენტის და იმის გამოქვეყნდება. მაგრამ ისინი მაინც თვლიან, რომ ეს თანაფარდი არ არის. ისინი უფრო მეტ საშუალებებს ფლობენ ამის და აი აქედან გამომდინარე ურჩევნიათ მუდმივად ეს სიყალბეები აფქვიონ, შენ აქედან უპასუხე, ის საშუალებები მაინც ვერაზოს ვერ გექნება ამ პატარა ქვეყანას, მცირე რიცხოვან ქვეყანას, როგორც მათ აქვთ ეს საშუალებები და მუდმივად თავის მართლების რეჟიმში. ბატონო თემი, სულ ცოტა ხნის წინ იმიჯის დაზიანებასთან ერთად ამ ტიპის დოკუმენტების მიზანი იყო ადგილზე საქართველოში პროტესტის გაღვივება, პროტესტის არა, ეს რა თქმა უნდა, ეს ძალაშია. დღეს აღარ არის აქტუალური. არა, როგორ არ არის აქტუალური, აქტუალურია, მაგრამ განცხადებების დონეზე რომ ამას ვერ გააკეთებენ, იციან. ეხლა უბრალოდ ფიქრობენ რა ნაბიჯები გადადგა რეალური და ერთი მინიშნებას გააკეთეს, აგერ საზოგადოების სეგრეგაციას აპირებენ. იტყვიან რომ რაღაც აქტივისტები შეიძლება უვიზოთ და თქვენ არა, თქვენ საერთოდ დასაქცირებას გიფირებენ საბოლოოდ. აი მაგალითად ვინმე სხვა. ასე რომ ეს ისევ ძალაშია, ეს რევოლუციური სიტუაციის აგორება, იმიტომ რომ ამ იუკნევიჩიანეს წამოწდა ეს ყველაფერი და ქართულ ხალხს მიმართა და უთხრა რომ ერთი შეცდომა უკვე თქვენ დავუშვით, ფაქტიურად ეს იყო, ეს უთხრა, რომ ეს ხალხი აირჩიეთ და ხო ხედავთ უკრაინამაც გაგასურთ და მოლდოვამაც. ეს სწორი ნაბიჯები რო გადაგედგათ, თქვენ არავინ არ ჩამოვა თქვენთან თან ასე ეუბნება ქართულ ხალხს. რომ მან გადადგას ეს ნაბიჯები, ეს თქვენი გადასადგმელი ნაბიჯები. აი ხომ ხედავთ უნგრელებმა გადადგეს ეს ნაბიჯები. აი თქვენ სად ახართ ქართულ ხალხო, თქვენ რაღაც ამდაგვარი გააკეთეთ. ამიტომ ისინი მუდმივად გააკეთებენ ამას. ამაზე მაგრამ ეს შეუგუებლობა რეალობასთან, რომელიც ახლა ჭირს ევროპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, რით არის განპირობებული, იმიტომ რომ იციან თუ არა მათ რა არის რეალობა ქვეყანაში, როდესაც მათი მხარდაჭერილი ძალები ვერც რევოლუციას აწყობენ, ვერც არჩევნებს იგებენ და შესაბამისად საზოგადოების უმრავლესობის კი არა და ძალიან მცირე ნაწილის ნდობარობა. აი ამაზე ვსაუბრობდი, ვიდრე ამ სერიოზულ სხვა რამე ნაბიჯს მოიფიქრებენ შავბნელს ნაბიჯს. მანამდე ეს არის ძალაში, რომ მუდმივად, ესე იგი, სახელგატეხილ მდგომარეობაში გვამყოფონ, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში გვაყოფონ. ეს კი არ ვამბობ იმას, რომ ასე ხდება რეალურად. მათი გადმოსახედიდან. ეს უბრალოდ ეს სცენარი უკვე დაწერილია, ეს მანქანა ჩართულია და ეს მანქანა მუშაობს. ეხლა ვიდრე აი ამას სხვაც არ მოიფიქრებენ. ეს მანქანა თავისით არ გამოირთვება. ეს იუკნევიჩიანი რა ვიცი, თავის მოსაზრებებს ხომ არ აშხერებს, არა თავის პირად განცდებზე ხო არ ლაპარაკობს, თავის პირად დაკვირვებიდან გამომდინარე ემპირიულ ცოდნაზე დაფუძნებით რაღაცებს ხო არ გვეუბნება, არა? როცა ჩართეს და უთხრეს, რომ ამ ხაზზე ივლისში მიდის, სანამ ვინმე არ მივადა, არ გამორთავს, ის მუდმივად იმოძრავებს ახალს. ამიტომ ეს ძალიან ცნობილი მეთოდოლოგია, ისე ვამბობ, როგორც პოლიტიკური წრეებისა, ამ deep state თუ რაც გნებავთ დავარქოთ, ასევე სპეცსამსახურების ჩვეულებრივი მეთოდოლოგია, ეს სცენარი რომ დაწერილია, ის მუდმივად იმუშავებს, სანამ არ ეტყვიან რომ ან გაჩერდი, ან მობრუნდი, ან იქით სხვა მიმართულებით გაიარე. ასე რომ არაფერი არ შეიცვლება თუ მათი პატრონები არ ეტყვიან ამის შეცვალეთ. ახლა გადავიდეთ ამ ამბავზე, როგორ გაგვასწრეს მოლდოვამ და უკრაინამ, როგორც თქვენ ბრძანეთ. ახლა ეს იქნება ალბათ ახლო მომავალში მთავარი სასაყვედურო საქართველოსთვის, რომ აი ჩვენ ჩამორჩით ამ ჯგუფს, მაგრამ რეალურად როგორ გამოიყურება პროცესი თქვენი თვალთახედვით, რის საფუძველზე, რა დამსახურების საფუძველზე ითქვა საჯაროდ, რომ ვალდებულებები შეასრულეს ამ ქვეყნებმა და ამიტომ მიიღეს მოლაპარაკებების გახსნა. რეალურად რა ხდება? აი მეგობრებს ეხუმრა კიდევაც ჩვენ თანამებრძოლებს ანაფრაქციელებს რომ იქნებ ყველაფერს აყალბებენ და იქნებ ეს რეიტინგების გააყალბო, იმიტომ რომ ძალიან გულგასახეთქია ხო მოწინავე პოზიციაზე ხარ და მე დასხვნაში სხვა რამე წერია და თუ ამდენ ფეიქს აკეთებ ისინიც გააყალბოთ, მაგრამ იმიტომ რომ რაღაც აი წარმოუდგენელ სისულელესთან აგვაქვს ხო საქმე. თვითონვე მათ მიერ შეკვეთილ რეიტინგებშიც პირველ ადგილზე ვართ. ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ რეიტინგებშიც პირველ ადგილზე ვართ. სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის თქვათ ეს როდესაც ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებს ეხება და პროგნოზებს ეხება, იქაც პირველ ადგილზე ვართ, ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. და მე საბოლოო ჯამში გვეუბნებიან, რომ მაჩან ჩალახარ და თქვათ ისინი გისწრებენ. აი ყოველად შეუთავსებელი ის არის, მაგრამ რა არის, იცით, აი ეს არის, რომ ეს დასკვნა უკვე დაწერილია, რომ საქართველოს არის ჩამორჩენილი დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. და იქ წინ რა წერია ამას იმათთვის მნიშვნელობა რა აქვს. თავარია ეს დასკვნად დაწერილია.
ეხლა როდესაც კეთილსინიერი ადამიანი ხარ, რაღაცის შესასწავლად რომ მიდიხარ, ჯერ რაღაცა შეისწავლე და დასკვნას მე ეწერ. და აქ პირიქით არის ეს, დასკვნა დაწერილია და ეხლა მე ზემოთ რას დაწერ, ან დაწერ თუ არა, საერთოდ რამეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ამ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობთ ყოველთვის, როდესაც ვამბობთ რომ გვინდა რა თქმა უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რო თავი დავანებოთ, რაღაცა სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, რომ როდესაც შენს მიერვე დაკვეთილ კვლევას მე აქეთ მომიტრიალებ და მეუბნები რომ თურმე სასამართლო არ გივარგა, არა და ორი კვირის წინაგა გამოქვეყნებული რომ სასამართლო ხელისუფლების ინდექსი ყველაზე მაღალი გაქვს ვიდრე დანარჩენ თქვა კანდიდატ ქვეყნებს. ასევე თქვა მართლობის საკითხებში, გამჭვირვალობის საკითხებში, ბევრ სხვა საკითხში და მე ხდება ასე. ასე რომ ეს არის ძალიან ისეთი დამოკიდებულება ამ წრეებისა, მათ ერთადერთი რაც ადარდებთ საქართველოში რეალურად არის ის რომ აღმოგვაჩნდა ჭალებში სითავხედე რომ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა დავიწყეთ. რამ შეიძლება შეატრიალოს ეს პროცესი? მაგალითად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას თუ ავიღებთ, პრეზიდენტის და ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პოზიტიური დინამიკა გამოჩნდა. აი ევროკავშირის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ეს წერტილი? ეს წერტილი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატიზმი. ახლა, როდესაც თქვენი თქვის არ იყო, ცოტა ხნის წინ ვითხარით, რომ როდესაც დარწმუნდებიან, რომ ვერც რევოლუციას ვერ ახდენენ. ვერც თქვათ არჩევნებში ეს ხალხი, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათი მიმდევრები არიან, არავითარი მათი მიმდევრები არიან, ისინი უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერის დაკვეთას შეასრულებენ, უბრალოდ ახლა ამ ისტორიულ ამ ეტაპზე ასრულებენ მათ დაკვეთებს და ეს არის. თორე სიტუაცია რო შებრუნდეს, ნებისმიერი სხვების დავალებასაც თავისუფლად შეასრულებენ და გაუკეთებიათ კიდევაც ბევრ მათგანს. ასე რომ ერთადერთი არის პრაგმატიზმი. მაინც ვთვლი რომ ადრე თუ გვიან ევროპა ამ პრაგმატიზმის საკითხებს მოუბრუნდება, იმიტომ რომ თუ მათ უნდათ რომ ეს დერეფანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, ხო, დადასტურდა ამ კონფლიქტების პერიოდში, რომ უბრალოდ გრაფიკსაც რო დახედავდი თვითმფრინავების მოძრაობის, მხოლოდ ამ ვიწრო დერეფანში მოძრაობდა ევროპიდან აზიაში თითქმის თვითმფრინავების 80%. ბევრი სხვა რამეც ამ დერეფანზე იქნება მომავალშიც დამოკიდებული და როდესაც დარწმუნდებიან რომ უბრალოდ ჯობს პრაგმატული ურთიერთობა იქონიონ საქართველოსთან, რა თქმა უნდა ეს ნაბიჯები გადაიდგება. მე მაინც ვთვლი რომ იწყება ამ ნაბიჯების გადადგმა ძალიან ნელ-ნელა. აი მაგალითად ავიღოთ ეხლა ვთქვათ იტალიის საკითხი. იტალია აღარ დაელოდა ევროკავშირს, ზოგადად გაერკვია ეს ურთიერთობები და აზერბაიჯანთან ხო ნახეთ პირდაპირ დაუდო ხელშეკრულება ნავთობის მიწოდების თაობაზე. და იქვე იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია მარშრუტი. და იმ მარშრუტში საქართველო არის მითითებული. ასე რომ იტალიას არ უთქვავს არა, მაგათ დემოკრატია არ უარგა და რამე სხვა მოძებნეთ. პირდაპირ ესე იგი პრაგმატულად გადაწყვეტეს, რომ რაც რეალურია, სადაც ნავთობსადენები გადის, სადაც არის საზღვაო პორტების რისი გადაზიდვა, სადაც გადაზიდვების წარმოება შეიძლება პირდაპირ ამას დათანხმდნენ. ბევრი სხვა ქვეყანა გამოჩნდება და სადაც ორმხრივი ურთიერთობის დონეზე დაიწყება ამების გარკვევა, ვთქვათ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მე ბიუროკრატიაც მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს გლობალურად უნდა გაარკვევოს ჩვენს რეგიონთან და ახლა არავის ილუზია არ კონდეს, მით უმეტეს ახლა ირანთანაც კონფლიქტი სრულდება, ამერიკისა, ყველანი კარგად ხედავთ, რომ ერთადერთ მარშრუტად, რომელიც იქნება გამავალი სამხრეთ კავკასიაზე, იქნება ის ცნობილი დერეფანი, რომელიც სომხეთს მიუყვება, რა თქმა უნდა, ეს ასევე ვერ იქნება. და ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი მაინც ყოველთვის და უახლოესი მინიმუმ 20-30 წლის განმავლობაში იქნება საქართველო. დღევანდელი მდგომარეობით ჯერჯერობით გვაქვს შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი და ეს ძალიან ცივი და ორმაგი სტანდარტებით სავსე დამოკიდებულება. მაგრამ ეს ერთი პრობლემატური საკითხია. ახლა უკვე სამშეო თემა გახდა თავად ევროკავშირის მომავალი და გაფართოების პოლიტიკის კუთხით პრობლემები, რომლებიც არის თავად გაერთიანებაში. აი ეს იდეა, რომ ესე იგი პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრებისგან შეიძლება შედგებოდეს კლუბი. რა პრობლემებზე მეტყველებს, რამდენად მისაღები იქნება ჩვენზე გაცილებით უფრო ადრე გამხდარი კანდიდატებისთვის მათი დამოკიდებულება, რა სურათი ჩნდება უკვე ამ გადმოსახედიდან? ეს არის აი აქამდე ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო როგორ მივიდნენ აქამდე. ყოველდღე წარმოუდგენელია რომ ევროკავშირში ოდესღაც 10 წლის წინ რომ ინვესტე თქვა, მეც არ დაუჯერებდი, ალბათ არც თქვენ,
რომ რაღაცა შეიქმნებოდა კონცეფცია, სადაც იტყოდნენ, რომ დავახარისხოთ ქვეყნები, რაღაცა ნაწილს ქვეყნების ერთი უფლებები ექნება, მეორე ნაწილს რაღაცა სხვა უფლებები ექნება. მაგრამ მივიდნენ აქამდე, იმიტომ რომ აქეთკენ მიდიოდნენ. და შეუძლებელი იყო, რომ აქამდე არ მისულიყვნენ, იმიტომ რომ არის ეს ევრობიუროკრატია მოუქნელი, არავისგან არჩეული, ყოველად წარმოუდგენელი რაღაცა წარმონაქმნი, რომლებიც იღებენ რაღაც რეზოლუციებს და სუვერენულ უფლებებს უზღუდავენ და ყოველწლიურად ამ სუვერენული უფლებების შეზღუდვა უფრო ფართოვდება, თქვათ, ცალკეულ ქვეყნებს თავის წევრებს. თქვენ გახსოვთ, რომ აი მაგალითად მიგრაციის საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება დააპირეს ისეთი ქვეყნებიც კი, როგორც იყო ლატვია და როგორც იყო ესტონეთი, ისინიც კი აუჯანყდნენ და უთხრეს, რომ მაგ მიმართულებით თუ ბოლომდე წახვალთ, ჩვენ ამას არ შევასრულებთ. ამიტომ აი ეს ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს, იმდენად უნდა ცენტრალიზაცია, იმდენად უნდა თავის ხელში მოქცევა მთელი ამ ძალაუფლების ევროკავშირის, რომ ამ ცალკეულ ქვეყნების უფლებებიც კი მოქმედ წევრ ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ხო, მაგრამ არსებობს დამფუძნებელი დოკუმენტები, სადაც საუბარია იმაზე, რომ თანასწორ უფლებიანობა ყველა წევრის, სამართლიანობის პრინციპი, მაშინ როგორ აუვლიან ამას? რა თქმა უნდა, აუვლიან და ამის პრობლემა რა თქმა უნდა არ ექნებათ. რაღაცა შეალამაზებენ, რაღაცას მოიფიქრებენ, იტყვიან, დააბრალებენ, რომ თქვათ, აი ოპერატიული მართვის თვალსაზრისით ეს ასე უფრო ვაჯობებს, იმიტომ რომ კონსენსუსის ზებნა ძალიან ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს. ამ დროს თქვათ ამერიკა სუვერენული სახელმწიფოა ცალკეა და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, ჩვენ წლები ვანდომებთ ამას და ჩვენც რო სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რაღაცას მოიფიქრებენ. და ამობენ კიდევაც უკვე თუ კარგად დაუკვირდებით ცალკეულ გამონათქვამებს, როგორ ამართლებენ ამას ყველაფერს, უკვე ჩანს ადრე თუ გვიან როგორ გაამართლებენ თუ ამ ნაბიჯებს გადადგავენ. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ეს კანდიდატი ქვეყნები ასე არ გაჩუმდებიან და ისინი ნათლად აგრძნობინებენ, იმიტომ რომ იქაც ხომ არიან ქვეყნები, რომლებსაც ყავთ თავიანთი ამომრჩევლები, რომელსაც სუვერენიტეტი მეორე ხარისხოვნად არ მიაჩნიათ. და შეიძლება არ აპატიონ თავის ქვეყნის ხელისუფლებას, თუ ის დათანხმდება ევრობიუროკრატიას, ასე შეიზღუდოს მათი სუვერენული უფლებები. ასე რომ მე მაინც გონია, რომ შეიძლება მან დღის სინათლე ვერ იხილოს საკითხის ასე მთმა განვითარებამ, რომ მართლა მიიღონ ამ სეგრეგაციის გადაწყვეტილება. თუმცა არც ისეთი გულწრფელობა, რომ მეგონოს, რომ ეს გამორიცხულია. რა იცვლება საქართველოსთვის, იმიტომ რომ თქვენს კრიტიკულ პოზიციაში ოპონენტებმა ამოიკითხეს ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოს საერთოდ უარი თქვას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ეს საბაბად გამოიყენოს. ესე იგი, წარმოიდგინეთ, დღე არ გათენდება, სადაც არ ვლაპარაკობთ, რომ მოდით დაგველაპარაკეთ მზათავარ დიალოგისთვის. თუ მე ეს რეჟიმი მინდა, მაშინ რა თმინდა, ხო? რატო წავიყვან აქამდე საქმეს? რატო ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ხვდებით ცალ-ცალკე, რომ იქნებ შენც ჩაერიო და გააგებინო ამ ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენ რეალური საკითხების გასარკვევად ვარ ბრძად. ახლა ბოლოს ლუქსემბურგშიც იყო შეხვედრები, სადაც იგივე ითქვა, ხო, ამ საპარლამენტო შეხვედრაზე, რომ ჩვენ ბრძადა ვართ. მათაც თქვეს, რომ ჩვენც შევეცდებით, რომ ამას ხელი შევუწყოთ. მაშინ ამას რატო ვაკეთებთ? და შენ რატო უწყობ ევრობიუროკრატია ამას ხელს? შენ რა გამოძრავებს, რომ თქვათ მე დამშორდა? და მიბიძგო სადღაც, რომ მე რაღაცა სხვა მიმართულებით გავიხედო. რატო უწყობ ამას ხელს? მთელი ამდენი წლის განმავლობაში 5-6 რევოლუციას რატომ იწყობ? და მე ამ დანარჩენ ნაბიჯებს რატომ დგავ? მაგრამ ნუ ახლა ეს მხოლოდ გამოგონილი თემატიკაა, ეს ყველასთვის ნათელია უკვე და ისე ვამბობ, რომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ რეალობისკენ შემოbrunება. კი ბატონო, ჩვენ ცოტა დრო გრჩება, ერთი კითხვაც მინდა მოვასწრო, რომელიც არაფერი კაი აქედან არ გამოვოთ, ვარ მოbrunდები. შიდა პოლიტიკას ეხება, გარკვეულ გადაჯგუფებებს ხედავთ ახლა იმ პარტიებში, რომლებიც სარგებლობენ გარე ძალების მხარდამჭერით. რო შევაფასოთ, ანუ რა სურათთან გვაქვს ახლა საქმე, არის რამე გარკვეული სამზადისი, რომ მაგალითად 2028 წლისთვის უფრო შიგნით გაძლიერდნენ და შემდგომ გარე დახმარების იმედიც უფრო კონდეთ თუ აი რა პროცესთან გვაქვს შიდა პოლიტიკაში? შიდა პოლიტიკაში არის ორდინივე, რა თქმა უნდა, ისინი გააკეთებენ საბოლოო ჯამში იმას, რასაც იქიდან შეუკვეთავენ და რასაც მოვაწოდებენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, ისინი მაინც ქართველები არიან და თავისი ეგო ამოძრავები და თავისი ამბიციები აქვთ და ცდილობენ, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც ეს გადაწყვეტილებები მისაღები იქნება, დაწინაურებულ პოზიციაზე იყვნენ თავის თქვათ პატრონებთან დასავლეთში, რომ ძირითადი ფონდები, ძირითადი დახმარებები, ძალიან პროზაული თემებია ეს ყველაფერი, მილიონებზეა ლაპარაკი ოღონდ. აი მარტა კოსი რომ ამბობს, რომ ფარულად უნდა შემოიტანოს საქართველოში, მივიდეს მათთან.
ეს შიდა კონკურენცია მათთან მუდმივად არის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა მათ ძალიან კარგად ესმით რომ თანაბრად არავინ არაფერს არ გაუნაწილებს და ის მომენტი როდესაც დადგება რაღაც ნაბიჯების გადასადგმელად როგორ დაეხმარონ თქვათ ამ თავის ჩამორჩენილ კლიენტურას თქვათ ეს დასავლეთიდან შეარჩევენ იმ ჯგუფს ან იმ ერთ პარტიას რომელსაც შედარებით მეტი პერსპექტივა ექნება და აი ამის ბრძოლა მიმდინარეობს რომ მე ვარ ყველაზე პერსპექტიული და ეს ძალიან ნათლად ჩანს იმდენად ნათლად ჩანს რომ აი არ ვიცი ამას ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც პოლიტიკას ყოველდღე არ ადევნებს თვალს ისიც კი ადვილად მიხვდება ეხლა თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში რაც ხდება უშუალოდ მე კოლექტიურ მოძრაობაზე ვთქვი ეხლა ნუ ეს უკვე რაღაცა კომიკური სფეროა ეს წარმოუდგენელია მოიყვანეს ადამიანი რომელიც სრულიად წარმოუდგენელად შეიძლება წარმოიდგინო ვერც კი წარმოიდგენო ის შეიძლება იყოს რაიმეს რეფორმატორი პოლიტიკის საკითხებში და მით უმეტეს სიახლის შემტანი და მით უმეტეს იყოს სახე შენი პარტიისა და ეს შენ გიხარობდეს და თვლიდე რომ ქართველი ხალხი იტყვის რომ აი ძლივს არ იპოვეს ისეთი სახე რომელსაც შეიძლება ახლა მხარი დაუჭირო და გაყვე. ნუ არ ვიცი ძალიან დიდხანს იფიქრეს ასეთი სახის შერჩევაზე ძალიან დიდი ანალიზი ჩაატარეს და ისე მივიდნენ ამ დასკვნამდე მაგრამ მე უფრო ვთვლი რომ უკვე ეს რაღაც ძალიან კომიკურად გამოიყურება. ეს შეიძლება ჩვენი პარტიისთვის კარგია, როდესაც ასეთ კომიკურად გამოიყურება ჩვენი ოპონენტი, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის არის ცუდი რომ არ ყალიბდება და ესენი ხელს უშლიან რომ ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგიწევს და არა ესეთ კომიკურ ოპონირებას, იმიტომ რომ ეს საქართველოს მომავლისთვის არის საჭირო. იქ სადაც არ არის ძლიერი ოპონენტი, იქ რა თქმა უნდა რაღაცნაირად მოდუნლებული არის მართველი პარტიაც და ნაკლებად აქტიურიც არის. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი.